ეკონომიკაში ფეხი მაშინ შემოვდგი, როდესაც სოციალისტი ვიყავი და მსურდა ღარიბებს დავხმარებოდი. მათი დახმარება ახლაც მინდა, თუმცა ჩვენი სტრატეგია ზოგიერთი ჩვენი მემარცხენე და მემარჯვენე მეგობრის სტრატეგიებისგან განსხვავებით, რეალურად ეხმარება ღარიბებს და მხოლოდ კეთილშობილების დემონსტრირებით არ შემოიფარგლება. ქალბატონო დეირდრა, მადლობა რომ შემომიერთდით. მოხარული ვარ. საკუთარ თავს ქრისტიან ლიბერტარიანელს უწოდებ. დიახ, ასეა. და მაინც რას ნიშნავს ეს ყოველივე? თქვენ შეგიძლიათ ამ მოძღვრებას გულჩვილი ლიბერტარიანიზმი, ან როგორც მე ვამჯობინებ, ლიბერალიზმიც კი უწოდოთ. ჩემი აზრით, ჩვენი ვალია სიტყვა ლიბერალიზმი უკან დავიბრუნოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სახელის ქვეშ იგულისხმება ის, რომ ჩვენ გვაღელვებს ღარიბების ბედი. სინამდვილეში ყველა ლიბერტარიანელს აღელვებს მათი ბედი. Ain რენდის მიმდევრები ზოგჯერ გადაიხრებიან ხოლმე უკიდურეს ეგოიზმისკენ, თუმცა ეს ხშირად არ ხდება. იცით, ეკონომიკაში ფეხი მაშინ შემოვდგი, როდესაც სოციალისტი ვიყავი და მსურდა ღარიბებს დავხმარებოდი. მათი დახმარება ახლაც მინდა, თუმცა ჩვენი სტრატეგია ზოგიერთი ჩვენი მემარცხენე და მემარჯვენე მეგობრის სტრატეგიისგან განსხვავებით, რეალურად ეხმარება ღარიბებს და მხოლოდ კეთილშობილების დემონსტრირებით არ შემოიფარგლება. ჩემი აზრით, სწორედ ესაა კაპიტალიზმის საუკეთესო თვისება. მას ღარიბების ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. მისი წყალობით იზრდება ღარიბთა კეთილდღეობა. ისინი, მსგავსად ჩვენი წინაპრებისა, თავს აღწევენ გაჭირვებასა და უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ ცხოვრებაში. თქვენ ამტკიცებთ, რომ კაპიტალიზმი, შესაძლოა თქვენ საერთოდ არ მოგწონთ ეს სიტყვა, სულაც არ არის კაპიტალის დაგროვებაზე დამყარებული. დიახ, ნამდვილად. ამის ნაცვლად კაპიტალიზმის არსს წარმოადგენს მოქმედება და აღმოჩენა. აი სწორედ ამაშია სიტყვა კაპიტალიზმის პრობლემა. ის თავგზას უბნევს ადამიანებს, თვით მათ ვინც გამოირჩევა გონიერები და სურს მისი გაგება. კაპიტალიზმი ესმით როგორც კაპიტალის მოძრაობა. ჩემი მეგობარი იანის ვეროფაკისი გარკვეული დროით საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი გახლდათ. და ისიც კი თვლის, რომ კაპიტალიზმი შემოიფარგლება მხოლოდ კაპიტალით. თუმცა ეს ასე არ არის. უცნაურია, თუმცა საკმაოდ ბევრს გონია, რომ კაპიტალიზმი ზემოდან მართვადი იერარქიული სისტემაა. დიახ, მათ მართლა ასე გონია და მგონი შემიძლია ამის ახსნა. ჯონ მაკეი, Whole Foods-ის დამფუძნებელი და მფლობელი საუბრობს შეგნებულ კაპიტალიზმზე და ამ მხრივ ჩვენ ერთ აზრზე ვართ. მინდა ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ კაპიტალიზმს ესაჭიროება შეგნება და აზროვნება, თუმცა ამ თვისებების გარდან მოტანა საჭირო არ არის, რადგან კაპიტალისტთა უმეტესობას, თუმცა მე ვერ ვიტან მათ ასე მოხსენიებას, მათ სურთ რომ კარგები იყვნენ, მათ სურთ ადამიანები იყვნენ. ამიტომ ისინი ავტომატურად შეეცდებიან, რომ არ გახდნენ სიმპსონების პერსონაჟი, ეს პიროვნება ბირთვულ რეაქტორს რომ ფლობს. მისტერ ბერნსი? დიახ, მისტერ ბერნსი. მათ არ სურთ, რომ მისტერ ბერნსები იყვნენ. სიტუაცია ამ მხრივ მაშინაც კი გაუმჯობესდება, თუ ისინი ელექტროენერგიის მიწოდებას იაფად მოახერხებენ. მაშინაც კი, როდესაც ისინი შეეცდებიან გახდნენ მისტერ ბერნსი. როგორ შევძლოთ ახალგაზრდებისთვის იმის ჩვენება, თუ რაოდენ დიდი ძალაა ბაზრებსა და ინოვაციებში? გამოკითხვების შედეგები გეცოდინებათ და ნახავდით, რამდენი ახალგაზრდა ეთამაშება დემოკრატიული სოციალიზმის იდეას. დიახ, მეც ხედავ ამ ყველაფერს და ამასთან დაკავშირებით ერთი თეორია მაქვს, რომელიც თქვენს წინა კითხვას უკავშირდება. თუ თქვენ ხართ ბავშვი, რომელიც გაიზარდა ამერიკულ საშუალო კლასის ოჯახში, თქვენ მოხვდით სოციალისტურ საზოგადოებაში. ამას ოჯახი ქვია. უფრო ზუსტად მოსიყვარულე ოჯახი. შემოსავალი როგორღაც მისტიკურად მოედინება ციდან, რომელსაც შემდეგ ცენტრალური მგეგმავი ანაწილებს, დედა. ის არავითარ შემთხვევაში არ აძლევს მამას 10-ჯერ უფრო მეტს, ვიდრე ოჯახის სხვა წევრს. ამაში არის რაღაც ეგალიტარიანიზმის მსგავსი. როდესაც ასეთი ბავშვი ხედავს ამდენ გაჭირვებულს, მისი ბუნებრივი ინსტინქტია მათ ერთ დიდ ოჯახში თავმოყრა. ამას ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვამბობ. ოდესღაც მეც სოციალისტი ვიყავი. ჩვენი ამოცანაა გადავაჩვიოთ ისინი ოჯახის ანალოგიის გამოყენებას, რადგან ამ ანალოგიას ერთი დიდი პრობლემა აქვს. ოჯახს მამა ხელმძღვანელობს, ყავს კეთილი ხელმწიფე, რომელიც ყველას მოგვხედავს. დღეს კი სოციალურ-დემოკრატიულ სახელმწიფო გვაქვს, რომელიც ჩვენზე ზრუნავს და ჩვენ გვიჩნდება იმის ცდუნება, რომ მოვიშოროთ ყველანაირი თავისუფლება და პასუხისმგებლობა და თავი დაცულად ვიგრძნოთ.
ამ საზარელ ცდუნებას ყველგან და ყოველთვის უნდა შევებრძოლოთ, რადგან ჩვენთვის წარმატებული ადამიანი თავის გადაწყვეტილებებში თავისუფალი პიროვნებაა და არ ჰგავს იმ ბავშვს, რომელსაც დედიკო უნდა. მეორე მხრივ, თუ ბავშვი ფერმაში იზრდება, ან მცირე საქმიანობაში იღებს მონაწილეობას, მას კარგად ექნება გააზრებული თუ საიდან მოდის ხორცი. ის კარგად იცნობს საბაზრო ფასს, მოგებას და დანაკარგს. ამიტომ მისთვის ეკონომიკის ახსნა მარტივია, ის ნამდვილი ლიბერალია. მაგრამ თუ შენ იზრდები ოჯახში, სადაც დედმამა ყოველდილით სამსახურში მიდის, მაშინ თქვენთვის და ამავდროულად ყველა ახალი თაობისთვის საჭიროა ამ ყველაფრის ახსნა. ესაა ჩვენი გამოწვევა. თანამედროვე ეკონომიკის პირობებში ახალგაზრდები ყველაზე ხშირად ხდებიან სოციალისტები. ამიტომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ საპირისპირო და ავხსნათ, რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვემოდან მართული სისტემა არ არის სწორი. ამიტომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ საპირისპირო და ავხსნათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ქვემოდან მართული სისტემა, ანუ რაც მათ უნდათ, არის სწორედ ის, რასაც კაპიტალიზმი წარმოშობს. ჩემი სოციალისტი მეგობრები ბევრს ლაპარაკობენ მოქალაქეობის ფართო გაგებაზე და იმ პასუხისმგებლობებზე, რომელიც მას მოყვება. მე კი ვუმტკიცებ, რომ მხოლოდ თავისუფლება არის პასუხისმგებლობა, თუმცა ისინი მოვალეობის და მსგავსი ავტორიტარული ლექსიკის გამოყენებას ამჯობინებენ. ნამდვილად ასეა. ეს კი ყოველთვის მაღიზიანებს, რადგან თვლი, რომ პასუხისმგებლობის ერთი გაგება, რომლის მთავარი არსია თავისუფლება და მიზანსწრაფულობის ვალდებულება, ფუნდამენტურად განსხვავდება მეორე გაგებისგან, როდესაც ვიღაც მეუბნება, რა შემიძლია ვაკეთო და რა არა. ძალიან კარგი არგუმენტია, სხვათა შორის სიტყვა პასუხისმგებლობას ერთი საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ისტორიკოსმა ედ რაისმა აღმოაჩინა. პასუხისმგებლობამ თანამედროვე მნიშვნელობა მხოლოდ 1800-იან წლებში მიიღო და ამჟამად ის ძალიან პოპულარული სიტყვაა ჩვენ კულტურაში. ადამიანები გამუდმებით საუბრობენ პასუხისმგებლობაზე. ამგვარად ის თანამედროვე მსოფლიოს ნაწილია. ედ რაისი ამტკიცებს, რომ იგი კაპიტალიზმთან ერთად ჩაისახა, თუმცა ეს ბოლომდე სწორი არ არის, რადგან კაპიტალიზმი გამოქვაბულის დღიდან არსებობს. ხოლო ეს ერთგვარი ბურჟუაზიული რევოლუცია, რომელზეც მე ვსაუბრობ და რომლის წყალობითაც ჩვენ პატივს ვცემთ ბიზნესმენებსა და გამოგონებლებს, მათ დამშიშის ნაცვლად 1800-იან წლებში გამოიკვეთა. სწორედ ამ დროს ხდება სიტყვა პასუხისმგებლობა ასეთი პოპულარული ჩვენ საზოგადოებაში. მემარცხენეთა და მემარჯვენეთა დაპირისპირების მთელი სპექტრი მოიცავს მათ კინკლაობას იმაზე, თუ როგორ გამოიყენონ სახელმწიფოს ძალაუფლება. მემარცხენეებისთვის ძალაუფლება არის სანუკვარი ხელსაწყო ქონების რედისტრიბუციისა თუ ადამიანების იძულებისთვის. მემარჯვენეები კი მას იყენებენ, რათა მიაღწიონ სამხედრო დიდებას და ზნეობრივი მოტივებით აუგრძელონ ადამიანებს, მაგალითად მარიხუანას მოწევა. ჩვენ კი ლიბერალები აქ ვართ და არ გვსურთ დებატები სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებაზე. ჩვენ ვემხრობთ სახელმწიფოს არსებობის იდეას, თუმცა მისი ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული და მოკრძალებული. რადგან საზოგადოების შემოქმედებითობა თითქმის მთლიანად ინდივიდებისგან მოდის, ადამიანებისგან, მოქალაქეებისგან, რომლებიც ლიბერალიზმის წყალობით თანდათან გათავისუფლდნენ და მიეცათ თავისუფლად მოქმედების გასახანი. აი სწორედ ამაშია თანამედროვე ეკონომიკური განვითარების საიდუმლო. არა კაპიტალის დაგროვებაში, არა ექსპლუატაციაში, არამედ მეტი შანსი ადამიანებს, რომ წამოიწყონ ბიზნესი. კონდეთ უფლება დაეუფლონ ამა თუ იმ პროფესიას. ჩვენ კი ამ უნაყოფო სოციალისტური სისტემის საფრთხის წინაშე ვდგავართ. სიგიჟეა, რომ დღესდღეობით ათასობით ამერიკულ პროფესიაზე სახელმწიფო ლიცენზიაა დაწესებული. უნდა ვაღიარო, რომ მე ამას საბაზრო შესაძლებლობად უფრო აღიქვავ. ჩემი აზრით, კაცობრიობის ამ ნაწილს ბაზარი საკმაოდ მწირად ემსახურება. მე მათ თავისუფლებას მოწყურებულ ხალხს ვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. კარგი ფრაზაა. დიახ, სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე. სამყაროში არსებობს განსხვავებული სახის იდეები. თუ გსურთ დაარქვით ამას კლასიკური ლიბერალიზმი ან თავისუფლება, როგორც გენებოდ. თუმცა მგონია, რომ ისეთი საოცარი ტექნოლოგიები, როგორიცაა სოციალური მედია და ვიდეო სამყარო, გვიადვილებს ადამიანებთან კონტაქტის დამყარებას. და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ნამდვილად გსურს ღარიბთა ცხოვრების გაუმჯობესება.
მივიჩნევთ, რომ თავისუფალი ბაზარი უდაოდ საუკეთესო სისტემაა, რომელსაც ამის მიღწევა შეუძლია. არა იმის გამო, რომ დაფაზე ამის თეორიული დამტკიცება შეგვიძლია, არამედ იმიტომ, რომ ბოლო 2 საუკუნემ დაადასტურა ეს. დიდრები არც სახელმწიფოს ქმედებამ გაგხვდა და არც მისმა ინდუსტრიულმა პოლიტიკამ ან სუბსიდიებით აშენებულმა არხებმა. დიდრებად ბორკილე-ბაყრელი და გათავისუფლებული ადამიანების შემოქმედებითობის წყალობით ვიქეცით.